გადაწყვეტილი აქვს, რომ თბილისის მასშტაბით კრიმინალური ოპერაცია აწარმოოს და ყველა საარჩევნო უბანზე რაღაცა დარღვევები ვლინდება. განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევები ამ მომენტისთვის, რაც ფიქსირდება თან ამ შემთხვევების სისტემურობა, ეს არის თბილისში 51 უბანი, სადაც გაიცა 2 ბიულეტენი. რის გამოც დაიწერა საჩივარი. სამგორში უკვე მეორედ დაფიქსირდა მსგავსი შემთხვევა, ჯერ 37 უბანზე, მერე კი 51 უბანზე. ანუ ვლინდება ტენდენცია, რომ 2 ბიულეტენის გაცემა ხდება მათ ადამიანებზე და 2 ბიულეტენით აძლევენ ხმას. ამ სისტემის ამ დარღვევის სისტემურობა უკვე გამოვლენილია. აგრეთვე აუღებელ ციხესიმაგრედ რჩება ნაძალადევის 33 უბანი, სადაც ჩვეულებრივი კრიმინალური სინდიკატი მოქმედებს ვინმე ნოზაძის ხელმძღვანელობით, რომელიც ახლა ამ უბანს ხელმძღვანელობს და აბსოლუტურად ყველა დანაშაულისთვის იქნება პასუხისგებაში მიცემული ეს ადამიანი, ეხავე მინდა ვთქვა, არ გვაძლევენ საშუალებას კამერის სწორად დაყენების და გამოვლინდა ის თუ რის გამო არის ეს ზეწოლა და რის გამო არ უნდათ რომ იქ კამერა იდგეს. გამოვლინდა რამოდენიმე შემთხვევა ადამიანებს, რომლებიც იქ შევიდნენ და მე სახის დაფარებით უკან გამოვიდნენ, რაც მიანიშნებს იქითკენ, რომ იქ კარუსელი ტრიალებდა. ისე გამწარებული ებრძვის ეს ქალბატონი კამერას, აი ახლა ლაივში ხედავთ ამ კამერას. თქვენ ეს კომისიის თავმჯდომარე, იმიტომ რომ იქ დაორგანიზებული ქონდათ სავარაუდოდ კარუსელი, გარეთაც გვაქვს ამის შესახებ კადრები და ტელევიზიებს ეს კადრები აუცილებლად მიეწოდება. მე როგორც მომდის ინფორმაცია გვერდზე მარჯვენა კუთხეში დაინახავთ, აგრეთვე პრობლემური უბანი არის თაწმინდის 58 საშუალო სკოლაში უბანი, სადაც ჩვენ კამერა უბრალოდ გამოვთეს. მინდა საზოგადოებას ძალიან კვეთრად უთხრა, რომ ჩვენ ლაივ სტრიმი, რომელსაც ჩემს უკან ხედავთ და კიდევ რამოდენიმე უბანი ამის გარდა, გაშვებული გვაქვს ტრადიციულად ძნელი უბნებიდან თბილისის. თბილისის ყველაზე მძიმე 10-12 უბანია არჩეული, სადაც ტრადიციულად სულ გაყალბებაა, სულ კრიმინალებით განანგარეთ, სულ პოლიციის ზეწოლა არის და შემჩნეული ამ უბანზე ტენდენცია დარღვევების და ეს კამერები დგას იქ. ქართული ოცნება ამ ტრადიციას არ არღვევს და ისევ ამ უბნებზე მიუხედავად კამერებისა არის პრობლემები. ყველა ამ უბნის მონიტორინგს ვახორციელებთ პირდაპირ რეჟიმში. აგრეთვე იწერება ეს ყველაფერი და არც ერთი დარღვევა რეაგირების გარეშე არ რჩება. თბილისის მასშტაბით უკვე ათეულობით საჩივარია დაწერილი სხვადასხვა სიმძიმის ფაქტებზე. აგრეთვე საჩივრები იწერება რეგიონებში. მიმდინარეობს საარჩევნო უბნებთან პირდაპირ ამორჩევლის მოსყიდვა. ასეთი კონკრეტული ფაქტები გვაქვს უკვე. მაგალითად, ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მე-15 უბანში არის ჩამომდგარი პირდაპირ საარჩევნო უბანთან სამარშრუტო ტაქსი, რომლიდანაც არიგებენ ფულს. აგრეთვე მსგავსი შემთხვევა ზუსტად იდენტური უბნებთან ფულის დარიგების არის დაფიქსირებული მუხიანში, გლდანის 75 და 62 საარჩევნო უბნებზე.